Ხარიას პარტიისთვის დღეს პირველი დღეა, პირველი სხდომა ამ მოწვევის პარლამენტში და უნდა ითქვას, რომ ამ ამბავმა თუ კი პოლიტიკურ განცხადებებს დავაკვირდებით, გადაფარა დღის ყველა მთავარი თემა. პოლიტიკური განცხადებები გახსნა შალვა პაპუაშვილმა და მართალია ის ამბობს, რომ მიესალმება გახარიას გუნდის ამ გადაწყვეტილებას, თუმცა ყველა შემდეგი გამომცვლელი ქართული ოცნებიდან გახარიას პარტიას აკრიტიკებს და არის მათი მხრიდან მცდელობა, რომ თქვან, რომ მიუხედავად ამ ბიჯისა, რაც გიორგი გახარიას პარტიამ გადადგა, ისინი არ არიან შორს რადიკალიზმისგან, არ არიან შორს ნაციონალური მოძრაობისგან და პრინციპში თუ კი დავაკვირდებით ორივე მხარის სიტყვით გამოსვლებს, დღეს ყველაზე მეტს ისინი ნაციონალურ მოძრაობაზე საუბრობენ და მიდის შეჯიბრი იმის შესახებ, თუ რომელი უფრო ახლოს დგას და რომელი უფრო თანამშრომლობს ნაციონალურ მოძრაობასთან. ქართული ოცნების დეპუტატები ღალატში ადანაშაულებენ გიორგი გახარიას, თუ კი იყო განცდა ამ დრომდე, რომ გახარიას პარტია აკრძალვისგან ამ ნაბიჯმა გადაარჩინა, ასე ვერ ვიტყვით, თუ კი მათ განცხადებებს დავაკვირდებით, რადგან მიდის მცდელობა, მიდის მტკიცება მათი მხრიდან იმისა, რომ რეალურად მათ უღალატეს ქვეყანას და არღვიეს საქართველოს კონსტიტუცია და გახარიას პარტიას ყველა იმ განცხადებას ახსენებენ, ყველა იმ ნაბიჯს, რომელიც ამ დრომდე, ამ ერთი წლის განმავლობაში მათ გადაუდგამთ ოპოზიციური ველიდან. მისასალმებელია, რომ მართალია დაგვიანებით ერთი წლის თავზე, თუმცა ერთი პოლიტიკური ჯგუფი პარტია აღიარა ხალხის ნება, აღიარა დემოკრატია და შეუდგა სადეპუტატო უფლებამოსილების შესრულებას. სამწუხაროა, რომ ზოგიერთმა პარტიამ უკან დასახლევი ხიდები დაიწვა და შეიძლება დღეს ძალიან უნდოდეთ პარლამენტში ყოფნა, თუმცა ამის შესაძლებლობა თავათვე მოუსწრეს უპირველეს ყოვლისა საკუთარ ამომრჩევლებს, რომ მათი ხმა გაჟღერდეს საქართველოს პარლამენტში. მადლობა გაქვთ მოსახდელი თითეული უმრავლესობის წევრისთვის, რომ საერთოდ მოგეცით უფლება, მაგს ხეთხართ. და დღეს საქართველოს პარლამენტის დეპუტატი ქვიათ, ხო? მაგრამ ასევე გახსოვდეთ ერთი ძალიან მკაფიოდ და ნათლად, რომ ჩვენ პატივი ვეცით იმ ამომრჩეველს, რომელი ამომრჩეველსაც თქვენ ატყუებდით არჩევნებამდე, რომ თითქოს წარმოადგენდით რაიმე განსხვავებულ პოლიტიკურ ძალას, ერთი გახსოვდეთ, რომ დღეიდან 3 წლის განმავლობაში მოგიწევთ ყოველ დღე თავის მართლება, რომ თქვენ არ ხართ ნაცები. ერთი ესეთი ფრაზა მახსენდება ბატონი ოტია იოსელიანის, მოღალატე რომ ერთგულებაზე ლაპარაკობს, იგი მაშინ თავის ღალატსაც ღალატობსო. ეს ბატონ გახარიას შეეფერება, რომელიც მოგწღრავს უცხოეთიდან. ოდნავ მაინც არ გერიდებათ? მოქალაქეები რომ შეცდომაში შეიყვანეთ და თქვენ ნახევარი რომ აპროტესტებინეთ და აძახებინეთ რუსული კანონი? ამან ხო ოჯახებში დაპირისპირება გამოიწვია. ამას სამეგობროებში დაპირისპირება გამოიწვია. და რა აღმოჩნდა იმ კანონში რუსული? დეკლარაციის შევსება? რატო ვერაფერს ვერ ამბობთ? მაგაზე ბოდიში გაქვთ თქვენ მოსახდელი. ყველა მიცის რომ თქვენ დამოკიდებულები ხართ გარეინსტრუქციებზე და ქართველებს ესეთი პარტია არ აწყობთ და არასდროს არ შეეგუებთ. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება დიდ პოლიტიკაში. აქ არავინ არც ერთ სიტყვას არ შეგარჩენთ და არც ერთ ესეთ ნარატივს არ გაგატარებინებთ. ეგ გამორიცხულია. ეხლა რაც შეეხება ბატონი ღარიბაშვილის ამბავს. თითქოს ეს ადამიანი მხოლოდ ჩვენ აღმოვაჩინეთ. იქნებ მე მეხსიერება მღალატოს, მაინც ასაკი მაქვს. მის კაბინეტში მინისტრი იყო თუ არა ის თავდაცვის? თუ არ იყო? მე მგონი იყო. არ შეარჩია მან თავდაცვის მინისტრი. თვითონ არ დააკომპლექტა მაშინ მინისტრთა კაბინეტი. ღარიბაშვილი მის კაბინეტში არ იყო თავდაცვის მინისტრი? ხო არ მეშლება? შეიძლება მეშლება. იყო. აბა რა გინდათ ერთი გამაგებინეთ. ის ადამიანი პასუხს აგებს იმ დანაშაულზე, რომელიც ჩაიდია. გიორგი გახარიას პარტია კი ქართულ ოცნებას ეუბნება, რომ არა მათ აქვთ რაიმე დასამტკიცებელი, არამედ ქართულ ოცნებას, რომ ის არ თანამშრომლობს ნაციონალურ მოძრაობასთან. დღეს ამ პარტიის დეპუტატები იხსენებდნენ საგამოძიებო კომისიის მუშაობას, რომელიც შეიქმნა და დაიწყო ნაციონალური მოძრაობის საქმიანობის შესწავლის მიზნით და ამ კომისიის სხდომაზე ნაციონალური მოძრაობის ყოფილი მაღალჩინოსნები არ იყვნენ დაბარებულები, განსხვავებით გიორგი გახარიასგან. გარდა ამისა, ხაზი აქცენტი გააკეთეს იმაზეც, რომ დღეს ქართული ოცნების
შემადგენლობაში არიან ნაციონალურ მოძრაობის დროს მომუშავე ადამიანები ჯერ კიდევ და შესაბამისად გახარიას პარტიაც საპასუხოდ ეუბნება ქართულ ოცნებას, რომ ისინი არიან ნაციონალურ მოძრაობასთან ერთად მოთანამშრომლე დეპუტატები და ყველაზე მეც ნაციონალურ მოძრაობაზე საუბრობენ. დღეს მიუხედავად იმისა, რომ ეს პარტია სხდომათა დარბაზში არ არის. გიორგი გახარიას პარტიისგან დღეს ასევე მოვისმინეთ კიდევ ერთხელ იმის აღიარება, რომ ბოიკოტი 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ იყო შეცდომა. ჩვენი პოლიტიკური ძალა მინდა იცოდეთ, რომ სრულიად გააზრებულად იღებს პასუხისმგებლობას იმ შეცდომებზე და ჩვენ თქვენგან განსხვავებით შეცდომების აღიარების პრობლემა არასდროს გქონია, რაც ამ 1 წლის მანძილზე დაუშვით. რაც პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ეხება საპარლამენტო ბოიკოტს. პოლიტიკური პროტესტის ამ ფორმამ ოცნების მოძალადე მანქანა ვერ შეაჩერა ჩვენი ქვეყნისთვის ისეთი დამაზიანებელი გადაწყვეტილებების მიღებისგან და ვერ მოახდინა ამ დამაზიანებელი გადაწყვეტილებების პრევენცია, როგორც იყო საქართველოს ევროპულ მომავალზე უარის თქმა, ანტიდემოკრატიული ადამიანის უფლებების შემლახველი კანონების მიღება და სწორედ ქართველი ხალხის პატივისცემით და იმ რეალობის აღიარებით, რომ ჩვენ ვერ შევძელით მათთვის უკეთესი ალტერნატივის შეთავაზება, რადგან 1 წლის მანძილზე ჩვენვე ვთქვით უარი ხალხის მიერ მონიჭებულ მანდატებზე და მარტო დაგტოვეთ ამ დარბაზში, მზად ვართ მივიღოთ ეს გამოწვევა და ხალხის ხმა და განსხვავებული აზრი დავაბრუნოთ პარლამენტში, რომელიც კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ არავის არ ეკუთვნის, არც თქვენ, არც სხვა პარტიას, არამედ პირველ რიგში ეკუთვნის მხოლოდ ქართულ ხალხს. კოლექტიურ ნაცებად მოიხსენიებთ ადამიანებს, რომლებიც 2012 წელს ნაცებისგან იდევნებოდნენ, თუმცა თქვენს რიგებში არიან ადამიანები, რომლებიც 2016 წელს ჯერ კიდევ ნაცების შემომწირველები ან მათი მაჟორიტარული კანდიდატები იყვნენ. ვისი სასამართლოთი აპირებთ ნაციონალური მოძრაობის აკრძალვას? გირგვლიანის საქმის მოსამართლე მურუსიძის სასამართლოთი? თუ ვის უნდა გაუგზავნოთ სარჩელი? ჩინჩალაძეს? ესაა თქვენი 13 წლიანი ნაცებთან ბრძოლის ანატომია. თქვენ ნაცებს კი არ ასრულებთ, ნაცებით აპირებთ ძალაუფლების გახანგრძლივებას, სანამ მათი მტრისხატი იმუშავებს. 2012 წელს რომ დაგემთავრებინებთ ნაცები, ამის ნაცვლად შეხვედით მათთან მოჩვენებით ბრძოლაში. სწორედ ამიტომ ვართ დღეს ჩვენ აქ, რომ მტკიცება არა ჩვენ, არამედ თქვენ მოგიწიოთ, რომ ნაცები არა თუ ჩვენ, თქვენს რიგებში მოიკითხოთ. გიორგი გახარიას პარტიას პარლამენტში 12 მანდატი აქვს. დღეს 11 დეპუტატი ესწრება ამ სხდომას, გამომდინარე იქიდან, რომ ერთ-ერთმა დეპუტატმა რუსუდან თევზაძემ უარი თქვა პარლამენტში შემოსვლაზე და შესაბამისად სიის ადგილმონაცვლე ჩაანაცვლებს მას შემდგომ სხდომებზე და საინტერესო ასევე როგორ გაგრძელდება დღეს მოვლენები. გიორგი გახარიას პარტიის შემოსვლა პარლამენტში პროცესი გახადა საინტერესო, თუმცა რამდენად სასარგებლო იქნება, რამდენად შედეგიანი და ეფექტური, ამას ბუნებრივია სამომავლოდ მათი მუშაობა პარლამენტში გვაჩვენებს. ამ ფონზე კი გადაიფარა მთავარი თემა, რაც დღეს არის ყველაზე მეტად საინტერესო, ეს უკვე პოლიტიკური პარტიების და პოლიტიკოსების აკრძალვის სარჩელია, რომლის შესახებაც ჩვენ შალვა პაპუაშვილის ბრიფინგს ამ დრომდე ველოდებით. დაანონსებულია, რომ დღის პირველ ნახევარში უნდა გაიმართოს ეს ბრიფინგი. ახლა შალვა პაპუაშვილი დარბაზში არ იმყოფება, ის გიაბოლსკიმ ჩაანაცვლა და ბუნებრივია ველოდებით, როდის გვეტყვის პარლამენტის თავმჯდომარე სარჩელი როდის შევა საკონსტიტუციო სასამართლოში და რა იქნება მისი შინაარსი.